გულწრფელია თუ არა ეს ადამიანი შენთან ნახოთ. ჩაიფიქრეთ ადამიანი, მოგესალმებით, შემოწვი პასუხ გამომწერებას, სტუმრებოც. ადამიანი, რომელსაც ჩაიფიქრეთ, რამდენად გულწრფელია. ადამიანი, რომელსაც ჩაიფიქრეთ, რამდენად გულწრფელია. არც ისე ამოდის რომ არც ისე გულწრფელია. გულ ენერგიებშია. ადამიანი, რომელიც თავის თავს ენერგიები მისი, თავის თავს ვერ აკონტროლებს. ალბათ ჩაიფიქრეთ, ხო, ვინმე არ მახსოვს თქვი თუ არა, ჩაიფიქროთ. სწრაფი ადამიანია, თქვენი კარმული პიროვნება, სწრაფად მოქმედებს, სწრაფი ადამიანია, თქვენი გაქანებული კარმა ადამიანი. მოსულია თქვენ ცხოვრებაში იმისათვის, რომ გაიაროთ მასთან ძალიან სერიოზული, მნიშვნელოვანი, გაკვეთილი. ნაწილობრივ ვიტყოდი, ნაწილობრივ ნდობა მისი შეიძლება, მაგრამ სიფრთხილე მაინც საჭიროა. არის რისკი, რომ რაღაცას მალავს დეტალებში თან გულახდილი ნამდვილად არ არის. შეიძლება ეხებოდეს სხვა ურთიერთობას მისი აი ეს ყველაფერი. კი ბატონო, სხვა ურთიერთობას ეხება. სხვა ურთიერთობას ან ეს არის ქალი, რომელსაც თქვენ ძალიან არ მოსწონხართ. ეს შეიძლება იყოს მისი დაქალი, მისი ნათესავი, მაინც და მაინც მამაკაცზე არ შლით სხვათა შორის აქ ადამიანი სანდუა თუ არა ვუყურებთ, ხო? შეიძლება იყოს მისი ნათესავით, შეიძლება დაქალი. ანუ ამ ადამიანთან თქვენზე საუბროს, ან ამ ადამიანმა თქვენზე იცის, ან უბრალოდ ეს ადამიანი მისი წარსულიდან არის, ან ახლანდელიდან, სადაც ვიღაცას გვიჩვენებენ როგორც მესამე პირს კიდევ. მაგრამ ძალიან დამაჯერებლად მოქმედებს თქვენთან მიმართებაში და საერთოდ კარგი მსახიობიც არის სხვათა შორის ეს პიროვნება. ამოდის როგორც ძალიან კარგი მსახიობი. სინამდვილეში მის გულში ხო ძალიან დიდი სიცარიელია, იმდენად აი მარტოსულობით რაღაცას ურთიერთობის სიღარიბე ჩანს ადამიანთან, იცით, ან არ შეუძლია რომ ერთგული იყოს ადამიანი, ან კარგი იყოს ადამიანი თქვენთვის, ან ვინმესთვის საერთოდ, აი რაღაცა მას არ ასვენებს. თითქოს დაავადებულია, შეიძლება ავად არის საერთოდ, არ ვიცი, რაღაცა დაავადება აქვს ისეთი, რომელიც არ აძლევს საშუალებას იყოს ბედნიერი. თავისი კრიზისი და სხვა კრიზისებიც კიდე და პლუს ამ კრიზისებში თქვენც აღმოჩნდით მასთან ერთად. შეიძლება იყოს საიმედო ეს ადამიანი. ორმოცდაათზე ისევ. Ну, თქვათ კი. უფრო კი ვიდრე არა, მაგრამ რა არის ამისათვის საჭირო? ამისათვის საჭიროა დრო და გამოცდილება, გამოცდა. დააკვირდით ნენელა პიროვნებას, ასევე მას აქვს გაურება. ძალიან სერიოზული გაურება აქვს და პლუს რა თქმა უნდა მას შეიძლება ვიღაცა 50%-ში კიდევ ვიღაცა ყავდეს. გარდა ურთიერთობის, ან ეს არის თქვენი დაქალი შეიძლება, ნათესავი, რომელიც აქაც საუბრობს, იქაც საუბრობს, ხო? შეიძლება თუ არა ამ ადამიანის ნდობა, თლიანობაში არა. რა უნდა ვქნათ შევხედოთ?
უნდა გამონახოთ ბალანსი, მეგობრებო. გულწრფელობისა და სიფრთხილის შორის. ფრთხილად უნდა იყოთ, ხვდებით? ხედავთ, რომ გულწრფელი არ არის, ფრთხილად იყავით. ძალიან ბევრი რამე გაერკვევა, რაც ფარული იყო აქ. მასთან დაკავშირებაში ეს ყველაფერი სხვათა შორის გაერკვევა. რეალურ სახეს ამ პიროვნების თქვენ დაინახავთ. ვიღაცასთან საერთოდ ურჩხულივით იქნება და ეს ერთი კვირის ვადაზე გამოჩნდება. ვიღაცა კიდევ მანიპულირობს თქვენით, რა თქმა უნდა, მაგრამ ესეც გაირკვევა, იცით. ბევრი კიდე დაამთავრებს ამ ადამიანთან საერთოდ ურთიერთობას. შეიძლება დაქალიც იყოს თქვენი ვიმეორებ, გააჩნია ვის ჩაიფიქრებთ და გააჩნია მიხვდებით თუ არა ვიზე მოდის ინფორმაცია. შეიძლება სხვა ჩაიფიქროს, შეიძლება სხვაზეც მოდიოდეს ეს ინფორმაცია პირადად თქვენთვის. პირადად თქვენთვის. ღია ფერის თვალები ამ ადამიანს არა აქვს, გეტყვით. ღია ფერის არა. მე ვხედავ უფრო თაფლისფერი, ყავისფერი, შავგრემანი. წარმატებები.